თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება გელახასაიას საქმის განხილვა. სხდომას პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევით აგრძელებს. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი 4 თვეზე მეტია პატიმრობაშია. მას პირზე ფიზიკურ თავდასხმას და სხეულის დაზიანებას ედავებიან. ეს ინციდენტი ქუჩის დემონსტრაციებს არ უკავშირდება, თუმცა ბრალდებული აცხადებს, რომ მომხდარს მის წინააღმდეგ სისტემა პოლიტიკური ინტერესის გამოიყენებს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ბრალდებული, რაც ბრალის დამძიმების საბაბი გახდა. ფორმულას ჟურნალისტი ლიზი ვეკუა მუშაობს სასამართლოში. ის ჩვენს ეთერს უერთდება. ლიზი, რა ხდება სხდომაზე და რა გეგმები აქვს დღეს პროკურატურას? რამდენიმე წუთის წინ გახსნა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ კოალიცია ცვლილებისთვის წევრის გელახასაიას სასამართლოს სხდომა, სადაც დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და გამოიკვლევენ ვიდეო მტკიცებულებებს, რომელიც როგორც ომარ ფურცელაძე, გელახასაიას ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დაადასტურებს იმას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რეალურად არანაირ შემხებლობაში არ არის იმ კონფლიქტთან და ბრალთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილი აქვს მას პროკურატურის მხრიდან და ამ კადრებში ნათლად გამოჩნდება ის, რომ ის ვასილ ქერდიყოშვილთან, ანუ სხვა ბრალდებულ პირთან ერთად არ ძალადობს რამაზ ჩადუნელზე. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, ომარ ფურცელაძე ასევე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს იმასაც, რომ ეს ვიდეო კადრები უმნიშვნელოვანესი იქნება იმ მხრივაც, რომ ეს ყველაფერი და ეს კადრები წინააღმდეგობაში მოვა იმ ჩვენებებთან დაკავშირებით, რომელიც გასული სასამართლო პროცესების განმავლობაში მოვისმინეთ ბრალდების მხარის მოწმეებისგან, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად გამორიცხული იყო. ერთადერთი ობიექტური მტკიცებულება, რაც სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება, ეს არის ვიდეო ჩანაწერები. მეორეა, რა მასშტაბს და კონკრეტულად რა გარემოებებს ადასტურებს ეს ვიდეო კადრები, თუმცა საინტერესო იქნება მათი გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე, იმიტომ რომ დიდწილად ძალიან ბევრი უზუსტობაა სხვა მოწმეების ჩვენებებთან მიმართებით. პრინციპში სასამართლოსთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს ვიდეო კადრები და მასთან შედარებით ანალიზით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად სანდო ან სარწმუნოა ესა თუ ის მოწმე. შესაბამისად, დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი საკვანძო სასამართლო სხდომა, რომელიც გაიმართება გელახასაიას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მაყურებელს შევახსენებ, რომ გელახასაიას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მასთან ერთად დაკავებული პირი ვასილ ქერდიყოშვილი კი ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზეც არის თანახმა. როგორც გითხარით, დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა და შემდეგ სხდომებზე კი უკვე ისევ მოწმეების გამოკითხვა საუდებიან.